ამაოებათა, ყოველივე ამაოა. ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა? თაობა მიდის, თაობა მოდის. ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე. აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ. ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს. ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება. მდინარენი საითქენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან. უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუც კაც ყოველივეს თქმა. თვალი ხედვით ვერ გაცხება, ყურის სმენით ვერ აღივსება. რაც ყოფილა იგივე იქნება და რაც მომხდარა იგივე მოხდება. არაფერია მზის ქვეშ ახალი. ნახავენ რას მე დაიტყვიან. აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში. არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო. და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი. მე ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში. ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცის ქვეშეთში. ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად. განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზის ქვეშეთში. და აჰა, ვცანი. ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა. გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ. ვუთხარი ჩემს თავს, აჰა, მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად, ვინც არსებულა ჩემს უწინარეს იერუსალიმში და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას. როცა მივაპყარ გულისხური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე. მივხვდი, ამასაც არა აქვს აზრი. რადგან როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია. მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს.